საჯაროდან გაატარებს ამის საგების მიიღოს. უფალი ინატერში ამ უცოდესე შეიყო რა ვერტყვა სოფელია სერო ფოტოშოპიზე მის სამას საფაყოეს რომელსაც ცხენეს მის სამას არას აწმდეს არამედ გახდეს ცხოვრება საუბარი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანისთვის ეს არის მინდობა ვერსე და წმენა მისი სიტყვებისა. სახარებაში რაც არის მოცემული უფლის სიტყვები ის არის ყოვლის შემთხვევის სიტყვები. რატომ? თუ ყოვლის შემთხვევაში ისგან არის გამოსული. ამიტომ თუ ჩვენ ვჯერა სახარების სიტყვებისა ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო უკეთესი იქნება. საფუძვლიანად შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ვიღებთ საფუძ ძალას რომელიც დაამარცხებდა როგორც ჩვენში ისე ჩვენს გარშემო ფილტულა როგორც არის. და ჩვენ მოვცემდა უნდა შესაძლებლობას იმისა რომ ვერცხოვდა შესაბამისად სახარებისა. ამიტომ წვნება უფლის სიტყვების ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მარტო რომ ჯერა და გასაგებია არამედ შინაგანად საფუძვლიან მთელი ჯულდასული უნდა წამდეს და ჯეროდეს იმისა რასაც უფალი ამბობს. ეჭვი აქვს გეპარებოდეს. როდის ეპარება ადამიანს ეჭვი? როდესაც ის უკვე საკუთარ თავზე არის დაყრდნობილი. არა უფრო სახარებისა სწავლებაზე, არამედ თავის შეხედულებაზე. ჩვენი შეხედულება ყოველთვის ვარდნობს, ეს ვახშობის ყოველთვის. სრუა, ყოველი კაცის სრუას ამბობს უფალი ხო სინაცელში. ასე რომ ჩვენი შეხედულებაც არ არის სწორი. ჩვენი შეხედულება უნდა გავასწოროთ სახარებისა სწავლებაზე. აი მაშინ იქნება იგი სწორი. ამიტომ უფალი დღევანდელ სახარებაში ვეუბნება, რომ უკვე თუ მიუტარებთ თქვენ კაცთან შეცოდებათა მათა თქვენი ზეციელი მამას მოგიტევთ თქვენ. თქვენ არ მიუტარებთ შეცოდებათ, აქ თქვენი ზეციელი მამა მოგიტევთ. მსხვერპლი მაშინ არის უფლისთვის მოსაწონი, როდესაც ჩვენ ყველას ალბათ შევიგებული. არც ერთ ადამიანზე გუძული არ ვარ. არც ერთ ადამიანზე გამრავლებული არ ვარ. ამიტომ რასამე ხარ სახარებაში თუ მიდიხარ მსხვერპლის შესასწირად მერთან და თუ გაგახსენდება რომ შენი ძმისვილად ან შენი ძმა შენზე გუძულად არის დაუკავე მსხვერპლი არ ჭირდა რომ ეგეთი მსხვერპლი ჯერ შეურიგდი შენ ძმას ან შენს მოყავს მერე მოდი და შემოძიებ მსხვერპლი. აი მაშინ მივიღებ შენ შემოძიებ მსხვერპლს. სხვა შემთხვევაში ეს მსხვერპლი ჩემთვის იქნება მიუღებელი და არ იქნება მოსაწონი. ამიტომ ნახეთ რას ამბობს წმინდა მამა და დახურაგებით მოусვინეთ. ეგნატი ბრიანჩაინოვი. მონანიება საოცარი არის. ერთი ვახსოვდეთ ჩვენ წინა კვირასაც ვისაუბრეთ რომ თავარი არ არის ჩვენ რა არ ვერ გავაკეთებთ. თავარი არის მონანიების შემდეგ რას გავაკეთებთ. და როგორ ვიცხოვრებთ. ამას არ მნიშვნელობა. რა არ გავაკეთებთ და რა შევცოდეთ და დავაშავეთ. ეს ძალიან უნიშნელოა ისაა, იმიტომ რომ მონანიების შემთხვევაში ყველა ცოდნა ეპატიება ადამიანს, თუ რა თქმა უნდა იგი მომავალში გადაწყვეტილებას მიიღებს სწორად ცხოვრობს. და მონანიება ყოვლის შემძლეა, ნახე რას ამბობს ეს მამა. როგორც ყოვლის შემძლეა ღვთის დადგენილება, როგორც ყოვლის შემძლეა ღვთის დადგენილება. ანუ მონანიების საიდუმლო მერტმა დაადგინა. და მერტი ყოვლის შემძლეა, ყოვლის შემძლე რომელთვით მიერ არის დადგენილი მონანიება. ამიტომ სინანულსაც ყოვლის შემძლე ძალა აქვს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც შეძლებდა სინანულისათვის გაეწია წინააღმდეგობა. როგორია? არანაირი ბოროტება, არანაირი ცოდვა არ არსებობს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა სინანულს. და სინანულით ადამიანი ვერ შეძლებდა თავის ცოდვების მონანიებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამის უნდა ჯეროდეს და წამდეს. მაგრამ თუ ადამიანი მართლაც გულით, სულით ინანიებს, განიცდის თავის შეცდომებს, ინანიებს თავის დანაშაულს, აღიარებს მოთხოვნაში გულახდილად და შემდგომას მიიღებს, ის შინაგანად ხედავს საკუთარ თავში ცვლილებას და ძალას იმისას, რომ შეძლოს იცხოვროს ისე, როგორც ეს ქრისტეს იქნება მოსაწონი. და არა ისე, როგორც მისი პირადი შინაგანი ჯული უკარნახებს, ადამიანის სოდისმიერი ჯული. იმიტომ რომ სინანული დასებული კაცობრიობი ბუნებისთვის არის მოსცემული. იმიტომ რომ მერტმა იცოდა შენი შინაგანი მდგომარეობა, სისუსტე. როგორია, ეს არის ადამიანის სამოდელო სამოთხიდან. სამოთხეში შეცოდა ადამიანმა, რომელსაც არანაირი ცოდვა არ ჰქონდა და ყველანაირი პირობა ჰქონდა იმისა, რომ ის ერთგულება შეინარჩუნებინა.